ისე ყავახლა, ესე გამოხდა პარლამენტმა არ მიიღო ის საკმაოდ. პარლამენტმა როგორც კი მე როგორც კი მე დავიწყე მოთხოვნა ამათი ნახვის ვიდეოთვალების და გამოაქვეყნა შედეგები, პარლამენტმა შეცვალა კანონი. ან გონითა რამდენიმე წლის დაჩვენეს კადრზე. 11 მხოლოდ 11 ერთი წენახლა გამჯდა მოთხოვნა. მე არ მიიღეს ეს კანონი. ახედანაც ჩანს რომ არადემოკრატიულად ჩატარდა ის არჩევნები და ეს აგერ მიშამსა რომ ძირი სიამონება დიდი ფულები იხარჯებაო და ქვეყანა უჭირსო და არ გვიდა არჩევნებიო. კიდევ ბატონო, ყველას აქვს უფლება საჯაროდ და სამართლიანობის ყველა მოთხოვნის წასის მისი საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ. იგივე ოქროაშვილის საქმეში საფრანგეთის სასამართლომ აღიარა, რამდენად მიუკერძოებელია საქართველოს სასამართლო. ირაკლი ოქროაშვილი ეს არის პოლიტდევნილი ადამიანი, რომელსაც ხშირად ვაკრიტიკებდი მის მიერ ჩადენილი დარღვევების გამო და მიმაჩნია, რომ ის დარღვევები მაინც უნდა იქნეს გამოძიებულოდეს, მაგრამ იმდენად უსამართლოდ ჩატარდა ჩვენი სასამართლო, რომ ევროპულმა სასამართლომ ის ადამიანი აღიარა დღეს პოლიტდევნილად და ის არის დევნილი და თქვათ ამით აღიარა ევროპამ, რომ საქართველოში არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო. შეიძლება გუშინდელზე შეგეკითხოთ ბატონო აი რა საალფრებები ხდება საქართველოში კაფე ხო აქ დეგებერი კიდე ერთხელ უფიქსირებს მაყურებლებს რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არის აი თუ კი რაღაცა დოზით გვინდა რომ ინდივიდუალისტები იყოს პატრიოტისა და ღირსების ადამიანის პატრიოტისა და ღირსების პატრიოტები იყოს აქ დეგებერი უნდა გვახსოვდეს რომ ეს არის ის დღე როდესაც ჩვენ უნდა დავთვალოთ რამდენად წინწავედით რამდენად უკან გოში ჩაატარე ვინმე ჭაოშვილმა ეს პრესკონფერენცია აუცილებლად იყო ეს აი ფაქტიურად ის რასაც ამდენი წელია გვახსენებენ და მისნი კი გავიხსენეთ ხება ესე იგი ხელისუფლება ნათას გვაღრი და საოჯახო დავა ჩვენ არ ვერევით საოჯახო დავაგე მე მგონი იმისი რა მოსადის ამის იყო იქ ჩარეული იყო ну ყველა დაზვერვისა და ყველა რაღაც ძალოვანების კანტორა მუშაობდა ამ ადამიანის ფსიქოლოგიურ ესე თქვა ბეტონაში და გუში აი პრესკონფერენცია ჩაატარა ამ კაცობრიობას საქართველოს დატოვა და თქვენ მოგიწევთ და ესე თქვა საზღვრამდე გაყო ეს არა რა ტოტალიტარული სახელმწიფო ეს რა დღე იყო გუში საშინელება იყო ეს აქ იქ მოვისმინეთ და მე თქვენგანო გმირობის ჟესტი იყო რომ გაკეთდა მაგრამ რატო უნდა ხდებოდეს ეს იმედზე მინდოდა ისეთ აი მე იმიტომ რომ კანონი არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში იმიტომ რომ კანონი აქ არის რამდენიმე ადამიანი მაგრამ ეს ფაქტები რაც გუშინ ბატონმა ჯავაშვილმა რასაც გუშინ ბატონი ჯავაშვილი ყოფოდა ჩემთვის დიდი ხნის წინ იყო ცნობილი და მას დაწერილი ჰქონდა ჩვენთან ახლა განმარტებებში და ცოტა ჩვენ ეს ვიცოდი და ამიტომაც ვამბობდი ასე თამამად რომ ფაქტებზე დაყრდნობით და არა მხოლოდ ნემით და არა მხოლოდ გუმანით რომ იმედის ართმევა ერთი პრობლემისთვის, რეალური პრობლემისთვის, მემკვიდრეებისთვის და გადაცემა ვიღაც უცხოპირისთვის და ის ამან ოჯახის ნაცესავიათ და მაინც უცხოა ხო? იყო სული უკანონობა. მოსამართლე როდესაც წერს თავის გადაწყვეტილებაში რომ არსებობს საფრთხე რომ მეუღლე და ქალიშვილები გაფლანგავენ ამ ქონებას ეს არის ცინიზმი. მისია და უნდა გაფლანგავთ და უნდა შემოკრებთ. არავის საქმე არ არის და აძლევს სხვა ადამიანს ამ ქონების ამ კარგვის, გაყიდვის, გაჩუქების, აყვავების ან დაქცევის უფლებას. ეს არის სული უკანონობა და ეს არის ცინიზმი, რაც დადასტურდა გუშინდელი ჯავაშვილის გამოსვლით. ჯავაშვილს როცა ადრე უნდა და ქვეყნის დატოვება მას არ მისცეს ამის საშუალება, თუმცა უკანონოდ, იმიტომ რომ კანონიერად მის წინამდე არაფერი საქმე არ არსებობდა და შესაბამისად მას უფლება ჰქონდა დაეტოვებია ქვეყანა, როგორც როცა უნდოდა და ამდენად დაცუნდოდა. ამიტომ თხოვეს და მე მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან ბევრი საქმე მქონდა გუშინ, ადამიანის უფლებათა იყო და უამრავ ღონისძიებაში უნდა მიმეღო მონაწილეობა, ჩავთვალე რომ უფრო კარგ საქმეს მე ვერ გავაკეთებდი, ვიდრე ისე დავახმარებოდი ერთ ადამიანს ქვეყნის დატოვებაში, რაც არის მისი უფლება და კიდე ერთი ეხი შეგვერეთი სინახლის ეხი შეგვეტანა აი ამ იმედის პნევით მოსულ საქმეში, რომელიც ნამდვილად არ არის ოჯახის საქმე, ეს არის სახელმწიფოს და სახელმწიფოს უკანონო ქმედებები ოჯახის წინააღმდეგ. და უბრალოდ ისე რომ თქვა, მისი უფლება იყო დაეტოვებია ქვეყანა ისევ კონვენციას დავეყრდნობი, რომელიც პირდაპირ ამბობს. ყოველ ადამიანს უფლება აქვს დევნის საწინააღმდეგოდ სხვა ქვეყნებში ეძიოს და ისარგებლოს თავშესაფრით. ეს ადამიანი იყო დევნილი და შესაბამისად მას უფლება ჰქონდა დაეტოვებინა ქვეყანა და ეძიოს თავშესაფარი სხვა ქვეყანაში. ისევე როგორც ასევე სხვა მუხლში არის, რომ მას ყველა ადამიანს აქვს უფლება დატოვოს ქვეყნის საზღვრები
უცნაოდ. Ყოველ ადამიანს უფლება აქვს დატოვოს ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის საკუთარი და დაბრუნდეს თავის ქვეყანაში და ყოველ ადამიანს უფლება აქვს ნებისმიერ სახელმწიფო ფარგლებში გადაადგილებისა და საცხოვრებლის თავისუფლად არჩევის უფლება და ეს უფლებები ამ ადამიანს ჰქონდა შელახული და გუშინ მდევრმა დღემ გამოაჩინა რომ უკანონოდ ჰქონდა შელახული. მას კანონიერად ჰქონდა დაკრძალული, მაშინ საკუთარ არ გადაუშვებდა. იმიტომ რომ იქნებოდა გაფრთხილებული ყველა მესაზღვრე კანონიერად. და დარწმუნებული ვარ, რომ ზოგადად ფერმა ყოფილი ყავით, ამასაც ეს მიტელოდ არ დაუშვებდნენ. თანახი დეკემბერი იყო. შეიძლება პრობლემები ყოფილიყო. რა თქმა უნდა, და თორე დავიტრა ახლა ჩვენი კამერაოს ყოფილიყო იქ. შეიძლება თქვენი მორიცებოდა და რაღაცა მართლა დიდ საერთაშორისო სკანდალში გავეხმაურდით და ძალიანაც კარგი ქედითო თქვენს აყევით. ძალიანაც კარგი ხდა იმ ადამიანმა რომ ეს პრესკონფერენცია ჩაატარა, ამით დაიმართა ის მითი, რომ ხოლო საოჯახო დავა არ ვერევით ადვოკატებმა. რომელიც საოჯახო დავაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ბადრი პატრიკაშვილის მთელი ქონი ბარი დაყადაღებული და ამ ერთ ნაწილს, რომელიც ჯოზეფ კეისის უნდა ჩუქებინა, მოხსნეს ყადაღა 2 საათით წინ და აჩუქებინეს და ადამიანი პირდაპირ ამბობს, საადრომელ კაბინეტში მოხდა ეს ჩუქება, არა ორ ბიზნესმენს შორის, არამედ სახელმწიფო უწყების ერეფნებში. რა მახსოვს მე უგონ პროკურატურაში ყუთი შინაგანსაკუთრების სამინისტროში. შინაგანსა რასაც თქვენ ახლა ყვები და გუშინებდა და მათემატიკის საშინელება იყო და ნესტორი იმიტომაც სიმართლე თქვა, აი თქვენ იმიტომაც ვერ მოხდით გუშინ რომ მათე გადამძიმებული ფონი იყო და ამალობამი და გითხრათ რომ ესეთი ვაჟკაცური ჟესტი ჩაიდინეთ. მოგიწიათ ახლა გამცილებლად ყველასთან იმდენი არის ეს დაშინებული და ესე თქვა დატერორებული, აი ხა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდა სააკაშვილი, რა საბავშვოების ბავშვების შემოიწყო, რაღაცა უცნაური ფორმა იყო. ერთადერთი ქვეყანაა ბადონასობროს და მცირე და საშუალო ბიზნესზე სულ რაღაცა ფარატინა დოკუმენტი იყო და რაღაც პროგრამა ისიც გააჩერეს. აი მე არ ცინიზმის ეპოქაში ცხოვრობ ალბათ. კიდე კარგი ის საკარია ხოსრაში რამდენიმე წელი ჩამოვედი ქვემო ქართლ რამდენიმე ჩამოვედი კი არა გუშინ ვიყავი ანეულში სადაც გავხსენეთ ოფისი და შემდეგ მქონდა შეხვედრა იქაურ ადამიანებთან მეწარმეებთან არასამთავრობო ორგანიზაციებთან რომლებიც აი ისმარან სიტყვას კივიან პირდაპირ იმის გამო რაც ხდება ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ფინანსური პოლიცია შედის აბსოლუტურად ყველა დახს, ყველა მაღაზიას, ყველა რაღაც პატარა ბიზნესს ამოწმებენ და უწევენ რაღაც წარმოუდგენლად მაღალ ჯარიმებს ეს არის 10000 ლარი, 15000 ლარი, 30000 ლარი, 50000 ლარი. მე არ ვიცი რა ხდება სხვა რეგიონებში, ხა ქვემო ქართლში ამას არ იყვნენ როგორც რაღაც ეთნიკურ დისკრიმინაციას, რომ ჩვენ ხარ ბიუჯეტს გაუჭირდა და ჩვენ ხარ დონდათ ბიუჯეტის შესაძლებლობა, მე არ მგონია რომ ასე იყოს, მაგრამ შეიძლება მართლა სხვა რეგიონებში ეხლა ეს ხდება და როცა აი ეს მცირე მაღაზიებს აჯარიმებ ესეთი მაღალი სანქციებით ეს ბუნებრივია ავტომატურად ნიშნავს რომ გაკოტრება მიდის და ეს ნიშნავს რომ სამუშაო ადგილები მცირდება ეს ნიშნავს რომ ადამიანები რჩებიან უკმაყუროდ და პრაქტიკულად იმის ნაცვლად რომ ხელი შეუწყოთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეიძლება ხვალდაზე მივიღოთ უმუშევრობის გაცილებით მაღალი დონე და დღეს ბიუჯეტში თუნდაც კანონიერად შეტანილი რამდენიმე 1000 ლარი გაცილებით ნაკლები სასარგებლოა ქვეყნისთვის ვიდრე ის რომ ეთმაო ადამიანმა თავისი ოჯახი გამოყვებას ის ევნები რაც იყო თბილისში როდესაც ანგრევდნენ ჯიხურებს ის ადამიანები დღემდე დაუსაქმებლები არიან და ის ადამიანები დღემდე დარჩნენ მშივრები და არა ეს ჯიხურები შეიძლება არ იყო ხელოვნების ნიმუშები მაგრამ ადამიანებს აძლევდა საშუალებას რომ თავი შეენახათ და რას ვერ ჩვენით არის ხელისუფლება როდის გასცემს ამერზე პასუხს ფაქტია რომ მართლა ვერაა დანიშნულებში კარგად საქმეები მიწმოწყობილი აი კიდე გაფიქრეთ მოხლები და ვით გავყვეთ ჩავყვეთ ბოლომდე ნადრეში ვხარ ანუ ასე დამეცებაზე აღარ ვილაპარაკები იმიტომ რომ განათლების უფლება მაინც აქეთ მაშინ შეგეკითხებით სხვას მე როგორც ვიცი გადაიდო ხვალ მოსმენა რა პარლამენტში თუ პარლამენტში იქნება ადამიანთა უფლებათა კომიტეტში კი ამის მე დამოვიდა თქვენს მეკითხას საფრანგეთის ნახევრის გავიგე რომ გონი უნდა გადაიდოს განაბილებით იცით ხვალ მოსმენა შეთანხმებული ვარ ბატონ გიალცენიშვილთან და რა არ მგონია რამე ხელი შეუშალოს რაც შეეხება პარლამენტში მოსმენას ეს უკვე აღარ ვიცი იქნება თუ არა იმიტომ რომ
ერთი რაღაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ წელს ალბათ არ მოესწრებოდა, თუმცა ეს მაინც საინფორმაციო აგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციაა და არ ვიცი რამდენად ვენდო, იმიტომ რომ რაც მე მოვისმინე ბოდოს განცხადებები